მოგესალმებით მეგობრებო, გავაკეთოთ საჯარო გაშლა კითხვაზე, რამდენად გამომივა ჩაფიქრებული საკითხი და რა დამეხმარება ამაში. ასეთ კითხვებზე გვექნება დღეს გაშლა. სანამ გაშლას დავიწყებ, შეგახსენებთ, რომ ყოველდღიურად ვდებ დღის არკანს ჩემს Facebook გვერდზე, სადაც შეგიძლიათ ნახოთ რა გამოწვევები გელით დღის განმავლობაში, რასთან უნდა იყოთ ფრთხილად და თუ ხართ დაინტერესებული მსგავსი გაშლებით, ყოველდღიურად ვიდეოები მიტკვრება ჩემს Facebook გვერდზე და განვათავსებ გვერდს, როგორც შეგიძლიათ რომ იპოვოთ. რაც შეეხება დღევანდელი გაშლა, გვექნება სულ 4 ვარიანტი. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ვარიანტი. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ერთი ვარიანტი და ნახოთ. ჩაუთქვით დრო, რაც გაინტერესებთ ამ საკითხზე, ან ჩაუთქვით საკითხი, რაც გაინტერესებთ, რამდენად გამომივა ესა თუ ის საკითხი აი ამ პერიოდზე და რა დამეხმარება ამაში. ნახოთ აბა პირველი ვარიანტი შემთხვევაში, რამდენად გამოგივათ ეს საკითხი და რა დაგეხმარებათ აი ამ საკითხის დასამუშავებაში და განხორციელებაში. მათ ვინ ჩაიფიქრეთ პირველი ვარიანტი, ნამდვილად გამოგივათ ეს საკითხი, ძალიან დიდი ხელშეწყობაც გექნებათ რომ ეს საკითხი გამოვიდეს, შეიძლება მომწიფებულიც არის ეს საკითხი რომ გამოვიდეს, დაიწყოს და ეს საკითხი ნამდვილად რაც ჩაუთქვით პირველ ვარიანტში არის თქვენი, ძალიან მარტივადაც გამოგივათ, მინდა გითხრათ, თუმცა ის რა არის რაც დაგეხმარებათ, ანუ ამ ყველაფერში არის ის რომ კიდევ უფრო უკეთ მოიკვლიოთ ეს საკითხი, კიდევ უფრო კარგად ჩაუღმავდეთ ამ საკითხს. ანუ ზედაპირული მოქმედებები კი არ განახორციელოთ, რომ უფრო ჩაუღმავდეთ, უფრო მეტი დეტალი იპოვოთ ამ საკითხში, კიდევ უფრო კარგად გადახედოთ აი ამ მოცემულობას, რაც გაქვთ და გამოსვლით ნამდვილად გამოვა, იმიტომ რომ აი ამ საკითხში რაც ჩაუთქვით, იმდენად სუფთა, წრფელი გულით ხართ და იმდენად გულით გსურთ, რომ გამოვიდეს ეს საკითხი, რომ აი თითქოს სამყარო დაგეხმარებათ აი ამ საკითხის გამოსვლაში. უბრალოდ კიდევ ერთხელ დასაფიქრებელი არის, რომ უფრო სწორი ნაბიჯები გადაიდგას თქვენი მხრიდან და უფრო სწორად შეხედოთ აი ამ მოცემულ საკითხს. ნახოთ მეორე ვარიანტი, რამდენად გამომივა ჩაფიქრებული საკითხი და რა დამეხმარება ამაში. მეორე ვარიანტის შემთხვევაში გამოსვლით გამოვა ნამდვილად და ჩანს რომ შეიძლება თქვენ უყურებთ ცოტა სკეპტიკურად აი საკითხის გამოსვლა არ გამოსვლის ამბავს, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ გამოსვლით ნამდვილად გამოვა, შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს იმასთან დაკავშირებით, რაც ჩაუთქვით თავად თქვენ დრო, მაგრამ გამოსვლით გამოვა. დაგეხმარებათ ის, რომ ჩამოყალიბდეთ უფრო, შეიძლება ერთ დღეს ფიქრობდეთ, რომ აი გინდათ ეს საკითხი და გამოვა, მეორე დღეს ფიქრობდეთ, რომ არ გინდათ და მერყეობდეთ ამასთან დაკავშირებით მოცემული თემის, ესე რომ ვთქვათ, გარშემო მერყეობდეთ და ტარსკარტი გეუბნებათ, რომ ამ ყველაფერში დაგეხმარებათ ის, რომ უფრო მეტი სიმტკიცით მივდგეთ ამ საკითხს, ერთი კონკრეტული მიზანი დაისახოთ და გავყვეთ იმ გზას და არა ორ გზას მისდიოთ, ან ის რომ არეული იყოთ, აი თან გინდოდეთ, თან არ გინდოდეთ ამ საკითხის გამოსვლა. დაგეხმარებათ უფრო მეტად მყარად მიდგომა აი ამ საკითხზე, თორე გამოსვლით ნამდვილად გამოვა. და ნახოთ ასევე მესამე ვარიანტი, რამდენად გამომივა და რა დამეხმარება ამაში. ხო, მესამე ვარიანტის შემთხვევაში ხედავ რომ ნაკლებად არის ეს საკითხი თქვენთვის გამოსვლადი. შეიძლება დღეს მდგომარეობით მიგაჩნდეთ, რომ რატო არ უნდა გამოვიდეს, რატო არ უნდა მომეწყოს ხელი, მაგრამ თითქოს აი ამ კითხვაზე რატომ არ გამოვა ეს საკითხი, რაღაცა გარკვეული პერიოდების გასვლის შემდგომ მიიღებთ ის საკითხი, რაც ჩაუთქვით ამ ეტაპზე არ არის თქვენი. შეიძლება მიიღოთ ეს საკითხი, მაგრამ მე ამ ყოველფერმა სხვა დაზიანებები მოგიტანოთ, ასე რომ არ გამოდის ეს საკითხი, იმიტომ რომ ამ ეტაპზე არ გჭირდებათ და გამოსვლაშიც ვერ ხედავ რომ გამოვიდეს და დახმარებაც არის ის, რომ ტარსკარტი გეუბნებათ, რომ კიდევ ერთხელ კარგად გადახედეთ, რამდენად არის ეს საკითხი თქვენთვის, რამდენად სწორად უდგებით, შეიძლება საერთოდ არ გჭირდებოდეთ აი ამ საკითხის გამოსვლა და აი ამით უფრო მოიზიდოთ რაიმე ნეგატიური თქვენთვის. ასე რომ მესამე ვარიანტის შემთხვევაში კარგად უნდა დაფიქრდეთ ისევ ამ ეტაპზე და იმ პერიოდზე მით უმეტეს რა დრო ჩაუთქვით, ვერ ვხედავ აი ამ საკითხის გამოსვლას და აი ამ სიტუაციის მოკლედ ასრულებას. და მეოთხე ვარიანტი, რამდენად გამომივა
ეს ჩაფიქრებული საკითხი და რა დამეხმარება ამაში. მეოთხე ვარიანტის შემთხვევაში ნამდვილად გეტყვით, რომ გამოგივათ. ეს არის საკითხი, რომელიც ნამდვილად თქვენი არის და ნამდვილად გამოვა. ამ ყველაფერში დაგეხმარებათ თქვენივე ჩართულობა და კიდევ ის დაგეხმარებათ, რომ ცოტა სხვაგვარად შეხედოთ სიტუაციას. შეიძლება უკვე გქონდეთ ერთი კონკრეტული გზა არჩეული, როგორც იქცევით, როგორც მოქმედებთ, რაც გინდათ რომ მიიღოთ და როგორ უნდა წახვიდეთ მოქმედებით, მაგრამ ტავშკარტი გეუბნებათ, რომ ამ სიტუაციის უფრო გამოსვლაში დაგეხმარებათ, რომ სიტუაციის ცოტა სხვაგვარად შეხედოთ, სხვა კუთხიდან შეხედოთ. აი როგორც მესამე პირმა, გარეშე პირმა სიტუაციას ასე შეხედეთ და ეს ყველაფერი ნამდვილად დაგეხმარებათ თქვენი მიზნის მიღწევაში. სულ ეს იყო ჩემო კარგებო. გამიხარდებათ, გამოიწერთ ჩემს YouTube გვერდს და ასევე თუ გაქვთ კითხვები საჯარო გაშლასთან დაკავშირებით, დამიტოვეთ კომენტარების სახით და აუცილებლად გავშლი. ისვრებ წარმატებებს.